თუ თქვენ ქალი ხართ და ფიქრობთ ისლამზე მოქცევას, ასალამუ, თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. რადგან ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა გავიგოთ, რას ფიქრობს ისლამი ქალებზე და რატომ არის ის ასე ქალებზე აგვიაზიაგვიადებული. იმისათვის, რომ დავანგრიოთ ყველა მცდარი წარმოდგენა და რა თქმა უნდა, შევეხოთ სიმართლეს. გავარკვიოთ რა ხდება სინამდვილეში და რატო. თქვენ უნდა გახდეთ ამ რელიგიის ნაწილი. რატომ ამტკიცებენ ადამიანები, რომ ისლამი კაცებს ქალების ძალადობის უფლებას აძლევს? იცოდით, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი სინამდვილეში ამბობს, რომ თქვენგან ერთისთვის უკეთესია რკინის ლურსმანი ჩაარჭონ თავში, ვიდრე შეეხოს ქალს, რომელიც მისთვის არ არის ნებადართული. გგონიათ, ეს გავს რელიგიას, რომელიც ქალებზე ძალადობას ნებადართული აქვს. გულისხმობ, ეს ცოტა ძალადობრივად ჟღერს. რატო უნდა გინდოდეს, რომ ლურსმანი ჩაარტონ თავში? ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დავსვა. მაგრამ მოდი მოусმინოთ, რას ამბობს ეს კაცი იმის შესახებ, როგორ უნდა მოექცნენ ქალებს, რადგან ეს თითქოს ცოტათი ეწინააღმდეგება იმას, რაც ლილის ჰქონდა სათქმელი. ეს არის დარტყმა, რომელიც ნიშნავს ქალის გაფრთხილებას, რომ ოჯახის ცხოვრება საფრთხეშია. ქალის გაფრთხილებას. უნდა გამეგო. თუ გცემენ, ეს იმისთვისაა, რომ გაგაფრთხილონ, რომ შენი ოჯახის ცხოვრება საფრთხეშია. კარგია შენთვის, რომ გცემენ. რა თქმა უნდა, რატო არ მომაფიქრდა ეს თავად? ოჯახური ცხოვრება საფრთხეშია. ფრთხილად იყავი, რომ ეს ოჯახი არ დაინგრეს და არ განადგურდეს, რომ ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი არ დაზიანდეს. ასე რომ, თუ შენი ოჯახური ურთიერთობები საფრთხეშია, გცემენ, რომ შენი ოჯახი გადაარჩინონ. შეხედე ამას, გმირულია. შეხედე ქალებს, ძალას, უნარს, ოჯახი გადაარჩინო, მაშინაც კი როცა ქმარი ძალადობს შენზე. საოცარია, არ ვიცი რატო არ ვიქცევით ასე ყველა. ამის შემდეგ ეს ნიშნავს სიმბოლურ ცემას, ხოლო თუ ნამდვილი ცემა იქნება, მას თავისი პირობები და მახასიათებლები აქვს. არ ინერვიულო, ისლამი გიცავს. ალბათ ამიტომაცაა, რომ დასავლეთში ამდენი განქორწინებაა, იმიტომ რომ ქალს არ აძლევენ შესაძლებლობას გადაარჩინოს ქორწინება მისი ცემით, რომ მან იცოდეს, აქვს რაღაც, რაც ღირს შესანარჩუნებლად. ისინი ერთმანეთს არ ცემენ და ამიტომაც ქორწინებები ინგრევა. და კიდევ ერთხელ, ნუ შეგეშინდებათ, რადგან ცემას თან ახლავს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ზომები, რომ დარწმუნდნენ, რომ თქვენ კარგად ხართ. პირველ რიგში მიზანი არ არის შურიზიება და არც ზიანის მიყენება. ამიტომ ცემის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ არ მიიღოთ დაზიანება. ან არა, მიზანი არ არის თქვენი დაზიანება. შეიძლება დაზიანდეთ, მაგრამ მიზანი არ არის შურისძიება და ეს არ არის განზრახ თქვენი დაზიანება. დიახ, არსებობს წესები. პირველ რიგში უნდა გქონდეთ განზრახული გამოსწორება. ასე რომ მიზეზი, რატომაც თქვენი ქმარი გცემთ, არის ის, რომ შეცვალოთ თქვენი ქცევა და გადაარჩინოთ ოჯახი. კარგი, მეორე რიგში, როცა თავს არიდებთ თქვენს ცოლს, როცა სცემთ მას, უნდა მოერიდოთ მგრძნობიარე ადგილებზე დარტყმას. ასე რომ, ნუ ინერვიულებ. შეიძლება შენი მკერდი უსაფრთხოდ იყოს, თუ საქმე იქამდე მივა, რომ სამწუხაროდ შენი ოჯახის დანგრევა შენს გამოხდება. სხვათა შორის, შენი სახე და სასიცოცხლო ორგანოები შეიძლება შენი მუცელი, რომ შეძლო გამრავლება. ეგ ნორმალური იქნება. გულისხმობ, თუ ბურკაში ხარ, შეიძლება ვერ მიხვდეს, რომელი ნაწილი შენი სახეა. ასე რომ, დამატებითი სიფრთხილე გჭირდება. შეიძლება დანცავი ჟილეტი უნდა ჩაიცვა, რომ დარწმუნდე, არაფერი დაგემართება. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ცემა შენ სასიკეთოდაა. ეს შენი ოჯახის გადასარჩენადაა. და ქალებმა ჩვენ ოჯახი ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ. შენ ხო იცი ეს? ეს არ არის სასტიკი ცემა. ანუ ეს არ არის შუიზიების ცემა. ეს შენი ცოლია. ჩვენ შენს ცოლზე ვსაუბრობთ. ეს არ უნდა იყოს შურისმაძიებელი, ეს არ უნდა იყოს საშინელი ცემა, ეს უნდა იყოს მსუბუქი ცემა. როგორც ამბობენ, უნდა იყოს. ანუ ჩვენ ყველა მოვისმინეთ ეს გამონათქვამი ცემაზე. არის ასეთი გამონათქვამი. საყვარელი ადამიანის მუშტები ქიშმიშივით ტკბილია. არ ქონია შანსი, რომ კაცს თავისი ქიშმიშის მუშტებით ეცემა შენთვის. ისინი ისეთი კარგები არიან, ისინი ისეთი ტკბილები არიან, ისინი დამჟავებული ყურძენივით არიან. საყვარელი ქიშმიშია. თუ ქმარი ცოლს სცემს, ეს უნდა იყოს როგორც საყვარელი ადამიანის ცემა საყვარელზე. წარმოიდგინე, როგორი შეიძლება იყოს შეყვარებულის ცემა. მამის ცემა შვილისთვის. დედის ცემა. ბიჭებო, წამომყევით და ერთად დავფიქრდეთ, როგორი გრძნობაა, როცა ვინმეს ვინც გიყვარს, სცემ. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იცით როგორი გრძნობაა ეს, ხომ ასეა?
რა თქმა უნდა, როგორც მამაკაცი, შენ გამაკაცი, შენ გეცოდინება, როგორი გრძნობაა, როცა ვინმეს ვინც გიყვარს სცემ. როცა დედა სცემს თავის ქალიშვილს იმის გამო, რომ რაღაც არასწორად გააკეთა, ნუ იდარდებ. თუ ამ რელიგიას შეუერთდები, გააქვს შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ თავად მიიღო ცემა, არამედ სხვაც სცემო. საოცარია. შვილს, როცა შეცდომას უშვებს, სამკურნალო ცემით სჯიან. დიახ. და არა. ეს უნდა იყოს სამკურნალო ცემა. ეს ჩემი საყვარელი ფრაზა აქედან. სამკურნალო. ისეთი, რომელიც განკურნავს ქიშმიშის მუშტებით, რომლებიც შენს სასიცოცხლო ორგანოებს არ უთხრამენ. რომ გააგრძელო გამრავლება. ან სახეში არ მოგხვდეს, რომ ვერავინ მიხვდეს თუ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ქალი ხარ, რომელიც ბურკას არ იფარებს. ნუ იქნები ცუდი. ნუ იქნებით ცუდები, ახალგაზრდა ქალებო, მაგრამ რა თქმა უნდა, მუჰამედი ურჩევნია ლურსმანი თავში ჩაარჭონ. სასარგებლოდ, ის უკვე აღარ ცოცხლობს, ასე რომ ეს მას არასდროს დაემართება. დიდი აზრი აქვს, არა? ცემა შურისძიების მიზნით. გამოსწორებისა და ცოლის გაფრთხილების მიზნით თუ ის შეცდომას დაუშვებს. ბიჭებო, გოგოებო, ეს კარგი ამბავია. თუ რამეს არასწორად გააკეთებთ, ნუ ინერვიულებთ. გცემენ რომ დარწმუნდნენ, მეორედ აღარ გაიმეორებთ. ეს გავს თვითდახმარების სემინარს, ყველაზე ძლიერს, სადაც თუ ოდესმე შეცდომას დაუშვებ, აუცილებლად შეგახსენებენ და გადისწორებენ. ეს გავს იმას, რომ ყავს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც პირდაპირ გცემს, რომ არ დაუშვა არანაირი შეცდომა. ანუ ვინ არის ნატრებდა ასეთ რამეს? ვერც წამით ვერ ვიფიქრებ. და თუ იდეა არ დაემორჩილება დარიგებას და განშორებას, სხვათა შორის მხოლოდ მაშინ შეიძლება ცემა თუ და ეს მნიშვნელოვანია, თუ ჯერ არ მოусმინე დარიგებებს. შენი ქმარი ბევრჯერ გაგაფრთხილა და არ მოусმინე, ძალიან ცუდად მოიქეცი. და მან დაგტოვა საწოლში. წავიდა სადღაც 72 ვერსიის საძებნელად. თუ მან გაგაფრთხილა და ასევე უარი თქვა შენთან სექსუალურ ცხოვრებაზე, რაც რა თქმა უნდა სხვაგან ვერ იპოვი, ყველაფერი დასრულებულია, მაგრამ ის წავიდა. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მას უფლება რომ გცემოს. ასე რომ, ნუ იდარდებ. ის ბევრს დაგიღვირებს და დარწმუნდება, რომ მანამდე არასდროს გექნება სექსი, სანამ თავის ქიშმიშივით მუშტს აგარტყამს, არა სახეში, შეიძლება უბრალოდ გულზე. ამბობენ, რომ ბოლო სამკურნალო საშუალება მოწვაა. ამიტომაც ვამბობ, ეს არის ოჯახური ცხოვრების შენარჩუნების აია, ოჯახის შენარჩუნების აია. ეს არის თქვენი და თქვენი ქორწინების დაცვა. ძვირფასო ქალებო, ვინც ფიქრობთ ისლამში მოქცევაზე, რადგან რაღაც პროპაგანდა მოგაწვდინეს, ძალიან გირჩევთ, რომ შეუერთდეთ ამ რელიგიას, რომელიც ქალს პირველ ადგილზე აყენებს. რელიგია, რომელიც ასე ძლიერ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოთ თქვენი საუკეთესო ვერსია, რომ არ გაგატარებენ თუ ჩავარდებით. ისინი უბრალოდ ქიშმიშით გცემენ, რათა ნამდვილად გაიზარდოთ, რომ შეძლოთ თქვენი ოჯახის დაცვა. რადგან ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია და თქვენ უნდა გაიღოთ მსხვერპლად ოჯახის საკურთხეველზე, ყოველთვის, სამუდამოდ, ყოველ დღე, რატომაც არა. არ გსურთ ეს გააკეთოთ თქვენი ოჯახისათვის. არ გსურთ იყოთ ის საუკეთესო ქალი, რომელიც ოჯახს იმით იცავს, რომ კაცი გცემთ. თუ ეს თქვენთვის მშვენივრად ჟღერს, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ასალამუ ალეიქუმ. ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ, არის თქვათ ერთი ძალიან მოკლე წინადადება, რომელსაც ვეღარასდროს გაექცევით. და თქვენ ამ ყველაფრის ნაწილი ხართ. გილოცავთ და მადლობას გიხდით ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის.